დედათა კომიტეტთან არსებული სისხლის სამართლის საქმეების შემსწავლელმა კომისიამ უკანონო პატიმრების სია დაამტკიცა და რამდენიმე პატიმრის გვარიც დაასახელა. დედათა კომიტეტი უახლოეს მომავალში მიმართავს მთავარ პროკურატურას ისინი უკანონო პატიმრების საქმის ხელახალ გადახედვას და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. დღეს განვიხილეთ, ესე იგი, რამოდენიმე პატიმრის საქმე და მივიღეთ გადაწყვეტილება. პირველი ეს არის პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლად აღიარებული იქნა ორი პატიმარი, ესე იგი გაიხარაშვილი და ბააკა კოპალიანი და შემდეგი დანარჩენი არის ესე იგი თორნიკე ხელაშვილი, რომელიც იხდის აბსოლუტურად უკანონო სასჯელს, აი ამ კომისიამ იგი აღიარა უკანონო პატიმრად. განვიხილეთ დათო გაიხარაშვილის საქმე, ეს არის უკანონო პატიმარი, რეჟიმის მსხვერპლი, რომელიც ეგრეთ წოდებული ბონის დროს იყო ნაცემი, ის ის იყო დასახიშრებული ფაქტობრივად, მას ექიმმა არასათანადო უკანონობა ჩაუტარეს და რა თქმა უნდა ვითხოვთ გენერალურ პროკურატურისგან შესაბამის რეაგირებას და მასთან ერთად მიმართავთ სასამართლოს, რომ ის საქმე გადაისაჯოს.